დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ღვთისმეტყველი ლევან აბაშიძე. დღეს ჩვენ ისევ და ისევ ღანის პროექტის ფორმატში ვისაუბრებთ. თავარი ჩვენი სასაუბრო იქნება სიყვარული როგორც განხრთობის გზა. ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ გამარჯობა და მოდი დავიწყოთ ჩვენი საუბარი დღევანდელი. თქვენ ღვთისმეტყველი ბრძანდებით და იქნებ გითხრათ ორი სიტყვა ღვთისმეტყველებაზე. მე მინდოდა დამეწყო იოანე ღვთისმეტყველის, იგივე იოანე მოციქული და מחარებელი და მე მახსენდება საოცარი სიტყვები, როგორ იწყებს იოანე ოქროპირი მის სახარების ქადაგებას, განმარტებას. და ეს ქადაგებაა ცხადია. და ის ამბობს, რომ სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, მოდი ვთქვათ, ვინ იყო იოანე. და ის ამბობს, რომ იოანე იყო მეთევზე, მებადური. და თანაც ზოგიერთი ზღვაში თევზაობს და ის კიდე რაღაცა გეციმანის პატარა ტბაში. და ალბათ რაღაც რაუც უნდა ველოდოთ მისგან, ასე ვთქვათ, ალბათ როგორც თევზი, ისე ალბათ ჩუმად იყო მთელი ცხოვრება და რას გვეუბნება ის გვეუბნება, ასე ვთქვათ, უმაღლესი რაც კი არის, პირველიდან იყო სიტყვა. ანუ ღმერთზე საუბრობს და ეკლესია მას უწოდა სწორედ იოანე ღვთისმეტყველი, ამ სიტყვის, ასე ვთქვათ, დიდი და ჭეშმარიტი გაგებით. ხო, და იოანეს სწორედ ჩვენ უწოდებთ სიყვარულის ქადაგებელს, სიყვარულის მოციქულს, რომელიც ვახსენებდა, რომ თავარი უმთავრესი არის სიყვარული. და რას ამბობს კიდე იოანე ოქროპირი, რატო ესეთი ხერხი აქვს რიტორიკული, რომ ეს ნიშნავს, რომ ის თავისას არ მეტყველებდა, ის მეტყველებდა სწორედ ღვთისას. ანუ ის რასაც გვეუბნება, ის ცოდნას და სიყვარულიც ყველაფერი მოდის ღმერთისგან. და ეკლესიაში ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, რომ იყოს ღვთისმეტყველი, ანუ იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ შევიცნოთ ღმერთი. და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან ბევრი წაკითხული, მაგრამ მაინც შორს იყოს აქედან. მაგრამ შეიძლება რომ ადამიანს არ ჰქონდეს დიდი განათლება მიღებული მისი რაღაც ობიექტური პირობების გამო, მაგრამ ის უფრო ახლოს იყოს ღვთის შემეცნებასთან და სწორედ მოციქულები ამის მაგალითს გვიჩვენებენ. იმ დროს იყვნენ ძალიან წიგნობარი ხალხი იყო, მაგრამ სწორედ ეს უბრალო ხალხი, რომელიც იესომ ამოარჩია, სწორედ ისინი იყვნენ ძირითადად მოციქულები. თუმცა არანაირად მე არ მოგიწოდებთ, რომ წიგნები არ ვიკითხოთ, პირიქით ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ და ვეცადოთ და სხვა მაგალითი არის პავლე მოციქული, რომელიც იყო უაღრესად განათლებული და ასევე არის თქვათ მოციქულთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი. აი ესე მოკლედ რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, მე ღვთისმეტყველი იმ გაგებით ვარ, რომ ვთქვათ, სწავლობდი სასულიერო აკადემიაში რაღაც შეიძლება რაღაცები მაქვს წაკითხული და ნაფიქრი და გამოცდილი და თუ რამე შემიძლია ვისაუბროთ. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ დღეს ახლა თავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ დღეს აუხსნათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ღანის კონკურსში იღებენ მონაწილეობას. ღვთისმეტყველო კუთხით, როგორ შეიძლება მათ რომ გაიაზრონ და მე ამ თავისი აზრის ვიზუალიზაცია მოახდინონ სიყვარული როგორც განხრთობის გზა. ჩვენი კონკურსი ცოტა უცნაურია დღევანდელ დღეს, ხა იმდენი კონკურსები ტარდება სხვადასხვა თემებზე რაღაც, მაგრამ აი ესეთი შინაარსობრივი დატვირთვა რო გქონდეს, მე მგონია რომ მაინც რაღაცა ისეთი განსაკუთრებულობაა ამაში და სწორედ ამიტომ აი ვიწერთ ამ პოდკასტებს და ამიტომ ვიწყებთ სტუმრებს და მე ლექციებიც გვექნება ამასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტად მივცეთ საშუალება ჩაიხედონ უფრო ღრმა შინაარსებში და მე ეს შინაარსები გადმოიტანონ უკვე თავის ხელოვნებაში და თავის ასე ვთქვათ მომავალ შემოქმედებით ნაწარმოებებში. აი რა შეიძლება ჩვენ დღეს უთხრათ ახალგაზრდებს სიყვარულთან დაკავშირებით საღვთისმეტყველო კუთხით? სულ ამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, ხო და ეს ესეთი ფრაზაა, რომ უკვე ყველასთვის, უკვე ყველას გაუგია და ყველას უფიქრია ამ თემაზე, მაგრამ
აი მაინც ახალგაზრდებს როგორ შეიძლება რომ გადავცეთ ასე ვთქვათ აი მთავარი შინაარსი სიყვარულის როგორც განხრთობის გზის. მე მგონი სამივე სიტყვა ასე ვთქვათ გასაშიფრია ამ ფრაზაში და ხო რასაკვირველი ეს არის მთავრისი არის საერთოდ ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებაში, ქრისტიანულ გაგებაში, ქრისტიანულ საერთოდ ეკლესიაში და არ ვიცი ძალიან ძნელია და არ ვიცი საიდან დავიწყოთ. მე ვიტყოდი ესე რომ საერთოდ ჩვენ როგორც ამბობენ როგორც ძველი ფილოსოფოსები ისევე თანამედროვე ჩვენ უნდა ერთი უნდა გავიგოთ აი ამ სიტყვები ერთნაირად გვესმის თუ არა თქვა როგორ გვესმის ჩვენ რა არის სიყვარული ღმერთი იმიტომ რომ სხვანაირად საერთოდ აზრი ეკარგება საუბარს ხო მე ხშირად მაქვს საუბარი ამ საკითხებზე მათ შორის მორწმუნეები იქნებიან თუ ათეისტები და ხშირად არის რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ამიტომ მე ვამბობ რომ მოდი ჯერ თვითონ რაზე ვსაუბრობთ კი ბატონო საბაზო სიტყვები რაზე ვსაუბრობთ მაგალითად აი თქვა ღმერთზე ჩვენ გვაქვს ყველას გარკვეული წარმოდგენა ხო რომ ღმერთი არის ჩვენი გაგებით არის ღმერთი რომელმაც ყველაფერი შექმნა და ესე იგი თანამედროვე მასში ხშირად არის მე საკითხი ღმერთის გწამს თუ არა ღმერთი არსებობს თუ არა და ასეთი პასუხი არის რომ ზოგი ამბობს რომ ღმერთი არის არსებობს ზოგი ამბობს რომ არ არის ღმერთი მაგრამ ეს თვითონ ესეთი მიდგომა სრულიად ესეთი როგორ გითხრათ არ არის სწორი მიდგომა იმიტომ რომ გავიხსენოთ ეს ღმერთის როდესაც გამოეცხადება ღმერთი მოსეს რას გვეუბნება ჩვენ საღვთო წერილი ღმერთი გამოეცხადება მოსეს და ეუბნება რომ შენ უნდა წახვიდე ჩემ ხალხთან უთხრა ეს და ბუნებრივია ხა მოსე ადამიანია კი ძალიან ძლიერია და ღმერთმა ის გამოარჩია მაგრამ ადამიანია ჩვეულებრივი და ის ამბობს რომ მე მივალ ჩემ ხალხთან და რა უთხრა ხო რა არის შენი სახელი? სახელი ძველი გაგებით არ არის უბრალოდ რომ შენ თქვა ლევანი ქვია და რაღაცას გიორგი, ხო? სახელი არის საერთოდ არსია თქვა, აი, სახელი ყველაფერს გამოსცემს. და ღმერთი პასუხობს ესეთი, ხა ჩვენ ქართულ თარგმანში გვაქვს მე ვარ რომელი ვარ. ესე იგი ამას როგორც განმარტავენ წმინდა მამები ამბობს რომ ღმერთი ამბობს რომ არა თუ მე ფაქტობრივად მხოლოდ ღმერთი არის აი ჭეშმარიტი არსობა მხოლოდ ღმერთს აქვს თუ არსებობს რაღაც ხო აი მას თავში აქვს ეს არსებობა ანუ ჩვენ არ შეგვიძლია რომ დავაყენოთ ერთნაირად თქვა მე ვიცი რომ არსებობს თქვა რაღაცა ვიცი არსებობს ეს საგანი ვიცი არსებობს ლევანი ვიცი არსებობს თქვა საქართველოს უნივერსიტეტი და ასევე არსებობს ღმერთი. ეს საერთოდ არასწორი დაყენება. ყველაფერი თუ რაც კი არსებობს, ყველაფერის საბოლოო ჯამში ყველაფრის მიზეზი, პირველ მიზეზი არის ღმერთი. მას აქვს მხოლოდ არსობა თავის თავში. და ახლა რო შევადაროთ ჩვენ ეს ებრაელთა რწმენა და შემდეგ ქრისტიანობა როგორც ამ ებრაელთა რწმენის გაგრძელება ჩვენ როგორც ვიცით, ეს არის რომ რითი იყო გამორჩეული ეს რწმენა ღმერთის, ხო? ჩვენ ვამბობთ რომ ებრაელთა ჰქონდათ ერთი ღმერთის რწმენა და გარშემო იყვნენ, თქვათ, პოლითეისტები, ან მრავალღმერთიანობა და ებრაელები ერთი ღმერთის, მაგრამ იცით რა, რომ ჩაუკვირდეთ და თქვათ ესე არ არის, ანუ ერთი ღმერთის იდეა ყველა კულტურაში იყო და მათ შორის ბერძნულ კულტურაში აი პლატონიკოსები, ნეოპლატონიკოსები მიდიან ამ ერთის ცნებამდე. უმთავრესი რასაც გამოარჩევს ეს ებრაელთა რწმენა ეს არის რომ მათ ჰქონდათ ესეთი გამორჩეულობა იმით იყვნენ რომ ისინი პირდაპირ მიმართავდნენ ღმერთს. ანუ პირდაპირ აი ერთის მიმართ ლოცულობდნენ. რაც სრულიად მათ გამოარჩევდათ, იმიტომ რომ უფრო ბუნებრივია ადამიანისთვის რომ თქვა რომ კი, თქვა ერთი ის არსებობს, მაგრამ ის იმდენად შორს არის
იმდენად შორს არის, რომ ახლა ხო, აი თქვა შორს აი მთის რელიგიებში არის ის მორიგე ღმერთიო, რომელიც ყველაფერს არიგებს, მაგრამ ის ძალიან შორს არის. ხატი და ჯვარი ბევრად უფრო ახლო არის. მე არ ვამბობ ისინი თქვა წარმართული სარწმუნოება, მაგრამ რაღაც ელემენტები არის, ხო? და აი ეს არის რომ გარკვეული აზრით ბჭყალებში თავხედობა გვაქვს ჩვენ რომ პირდაპირ მივმართავთ იმ ერთ ღმერთს. კადნიერება. ხო, ერთი ხო. არა თავხედობაც გვაქვს. ხო, გარკვეული აზრით, ხო. ერთი ძალიან დიდი კულტურის სპეციალისტი სერგეი ავერიცევი ამბობს კიდევაც რომ თვითონ ის რომ ჩვენ ქრისტიანული ეს პარადოქსალური რამის ამბობს რომ ჩვენი თავდაბლობა ჩვენ ხო ამბობთ რომ თავდაბალი უნდა ვიყო და მე თავდაბალი ვარ და არაფერი არ ვარ ცოდვილი ვარ ესეც გარკვეული აზრით კადნიერება და თავხედობა იმიტომ რომ შენ ფაქტობრივად ღმერთის წინაშე ამბობ რომ ხარ რაღაცა და მთავარი რა არის რომ აი ეს ღმერთი რომელიც ყველაფერი შექმნა რომელიც არის უსასრულოდ ძლიერი და უსასრულოდ ასე ვთქვათ ყოვლის მცოდნე და ყოვლის შემძლებელი ამავე დროს არის კეთილი და ძველენებში ეს კეთილი და მშვენიერი აი ბერძნულში არის კალოს ჩვენ ზუსტად არც ვიცით აი რომელია შეიძლება ორივე იგულისხმება ამ სიტყვაში ხო და ღმერთი არის სიყვარული ხო ეს არის ესეთი უმთავრესი რომ ეს ღმერთი არის სიყვარული ანუ სიყვარული კი არ არის რაღაცა რაც ჩვენ აი ვთქვათ როდესაც მე ვესაუბრებია ეს თეოლოგებს და მატერიალისტებს რომელიც ძირითადად მატერიალისტური ნუ სიყვარული არის ევოლუციის გზით დაიბადა სიყვარული იმიტომ რომ ვთქვათ ეს არის საოცრებელი გადარჩენისთვის და რაღაცა და ჩვენი რწმენით არა სწორედ სიყვარული არის ყველაფრის საწყისი ხო თვითონ ღმერთი არის სიყვარული ხო ღმერთი კი არ არის თქვათ რაღაცნაირად ნუ აქ ბოროტებაც არ ელაპარაკი ცივი და ნეიტრალური რა არამედ სწორედ ის არის სიყვარული თან ისეთი სიყვარულია რომელიც ჩვენს ვერც კი დავიტევთ ვერც კი წარმოვიდგენთ ხო აი ეს ჩვეულებრივი ლოგიკა აი თქვენ რომ წარმოიდგინოთ შეიძლება ისეთი შედარება აი დიდი კორპორაცია იყოს ძალიან დიდი კორპორაცია რა აი რაღაცა და რაც შენ ხარ ჩვეულებრივი ერთ-ერთი თანამშრომელი შენ ხარ შენი უფროსი ისა იერარქია საჭიროა კი გასაგებია მაგრამ ჩვენი ჩვეულებრივი გაგებით რაც უფრო მაღლა არის ის მით უფრო შენ მისთვის უფრო მით უფრო ჭანჭიკი ხარ ესე ვთქვათ რა და სულთად თუ ზემოთ თუ ახვედი ხარ ისა იმისთვის საერთოდ არაფერი არ ხო ხარ თუ არა ხარ მაგასაც არა აქვს ესეთ ლოგიკაა პრინციპში წარმართობაში ხო და ჩვენ ვამბობთ რომ არა მას უყვარს თითეული ადამიანი უყვარს 99-ს მიატოვებს და იმ ერთისთვის წავა. ასე ეს სრულად გამოარჩევს, ასე ვთქვათ, აი რწმენას, რომელიც მოდის ჯერებრალთა რწმენიდან და რომელიც ჩვენ გვაქვს. ანუ ეს არ არის ესეთი ექსკლუზიურად ქრისტიანული წარმოდგენა. არა, ქრისტიანული როგორ ახლა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ სწორედ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ჭეშმარიტ ასე ვთქვათ რწმენას, რომელიც ასე ვთქვათ ჰქონდათ დიდ მამებს, ებრაელ მამებს. ხო, ეს რაც მინდოდა მეთქვა აი ამის შესახებ, ახლა სიყვარულზე. ახლა სიყვარულზე და გაღრთობაზე. ახლა გაღრთობა ეს ძალიან დიდი თემაა, ახლა მე არანაირად ის არ მაქვს რომ რაღაცნაირად არა თუ ამოვწურო, არამედ რაღაცა მაგრამ აი რაც მომდის რაც შეიძლება რომ ითქვას ქრისტიანობას აქვს კიდე რა რომ ჩვენი ესე იგი ქრისტე რასაც ჩვენ გვეუბნება ეს არის რაღაცნაირად აი უმაღლესი რამ ქრისტე ამბობს იყავით სრული როგორც მამა თქვენი ზეცათა სრულ არს ეს ხო წარმოუდგენი რამე ეს არის უმაღლესი რამ ასე ამაზე მეტი რა შეიძლება იყოს ამისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენ სისრულე რას ნიშნავს? ნუ სისრულე რა კუთხით როგორც ღმერთი არის სრული თავის თავში ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ასეთივე სრული ღმერთს მებსგავსოთ ხო? ღმერთს უნდა მებსგავსოთ და ღმერთისკენ უნდა ვისწრაფოთ. და აი ამ ღმერთისკენ სწრაფვაში რასაკვირველია
იესო ქრისტე, სწორედ იესო ქრისტე არის ის, ვინც გაგვიხსნა ჩვენ ეს გზა და სწორედ იესო ქრისტეს წყალობით გავხდებით რა ჩვენ ქრისტიანები, ვიქნებით რა ქრისტეს სხეულის ნაწილი. ჩვენ სწორედ აი ამ საფრთხო ცხოვრებას არა მარტო დაუბრუნდებით იმას, რაც დაკარგა პირველმა ადამიანებმა, რაც დაკარგეს, არამედ კიდევ უფრო უმაღლეს საფეხურზე ავალთ და სასუფეველი სწორედ არის ღმერთთან დაახლოება. და როგორც აქ არის სიყვარულში, საფრთხო სიყვარულში და ასევე ღმერთის შემეცნებაში. წმინდა მამები ამბობენ, რომ სასუფეველი არის საფრთხო შემეცნებაში, ასე ვთქვათ, სვლა. აი ესეთი რაც არის, რომ ქრისტე თავის ასე ვთქვათ, წმინდანებს, ანუ სასუფეველში სასუფეველის ვინც შევა ამ სასუფეველში, მათ ატარებს იალაღებზე, საფრთხო სიბრძნის იალაღებზე. ანუ ეს არ არის სასუფეველი არ არის რაღაც სტატიკური, უბრალოდ რაღაც სიამოვნების მიღება, არამედ ეს არის სწორედ ეს სიყვარულიდან სიყვარულში სვლა, შემეცნებიდან შემეცნებაში სვლა და როგორც ღმერთია უსასრულო, ისევე ეს გზა არის უსასრულო. გარკვეული აზრით, რასაკვირველია ეს. ნუ ჩვენი განზომილებებით და ჩვენი ასე ვთქვათ. ცხადი ამას ჩვენ ესე ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ დაახლოებით როგორც ეს ამას გვეუბნებიან, ხო? და რაც კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი თანამედროვე გაგება არის ძალიან გაუბრალოება არის ეს ქრისტიანული ცოდნის, იმდენად რომ ვთქვათ, არაფერი აღარ რჩება იმისგან, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ აი აქ თუ კარგად მოიქცევი, იქ მოხვდები 64-ში. ნუ რაღაც ეს ხო, მარტივი ახსნა ყველაფერს. ნუ ხო, აქ უნდა იტანჯო და იქ მოხვდები 64-ში. ნუ რაღაც შეიძლება რაღაც ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ იმდენად პატარა მარცვალია, რომ ფაქტობრივად ხარჯი. და არა და თქვა სახარება გვეუბნება, რომ სასუფეველი მოახლოებულია. ანუ აქ ამით იწყება სახარება. სასუფეველი სადღაც იქ არის. მოახლოებულია სახარება. სასუფეველი თქვენ გულში არის, ესეც არის ნათქვამი, ხო? და სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ რატო უნდა ვისწრაფოთ ახლა რაღაცისკენ, რაც არ ვიცით. თუ ეს ცხოვრება, აქაური ცხოვრება საერთოდ ჩვენ არაფერი არ გვაქვს, არც წარმოდგენა, არც გზნობა, არაფერში არ გვაქვს ეს მოცემული, როგორ უნდა მოგინდეს, როგორ უნდა შეგიყვარდეს რაღაცა, თუ არც გინახავს. არც გიგრძნია არაფერი, ხო? და სწორედ ეს არის, რომ აქ ამ ცხოვრებაში იწყება ეს სასუფეველი. ამ ცხოვრებაში უნდა ჩვენ ვისწრაფოთ მისკენ და ამ ცხოვრებაში მოგვეცემა ეს ჩვენზე არ არის, მაგრამ მოგვეცემა ეს. და გვეძლევა. გვეძლევა ახლა ზოგს უფრო მეტად ეძლევა ეს ჩვენზე არ არის, ხო? ჩვენ ნათქვამია, რომ სული ქრის იქ სადაც მას ეს სულიად თავისუფალია ღმერთია, ზოგს მისცემს მეტს, ზოგს მისცემს ნაკლებს, ეს ჩვენ არ მოგვეცემა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწრაფოთ ამისკენ, ხო? და ვინც ყოფილა თქვათ, ვისაც უცხოვრია ესეთი წმინდა ცხოვრებით არ გულისხმობს, რომ მაინც უნდა წავიდეს სადღაც განდეგილად, მაგრამ ეს და მას ხშირად მიეცემა ხოლმე ეს განცდა. ეს საფრთხო სიყვარული, რომელსაც ვერაფერში ვერ შეგეშლება, ასე ვთქვათ. იმიტომ ის არის ეს გზნობა თუ გაქვს. და ეს სწორედ უნდა მოგინდეს ეს სასუფეველი, ხო? აი ეს უნდა შეგიყვარდეს. და განხრთობა, რასაც თქვენ მეუბნებით, განხრთობა ეს ჩვენ სწორედ აი ეს აღმოსავლეთ ქრისტიანობა, მართლმადიდებლო მამები სწორედ ამას ყოველთვის ამბობენ, ხას უსვამენ, რომ ღმერთი გახდა კაცი იმისათვის, რომ კაცი ანუ ადამიანი განხრთობისკენ წაიყვანოს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ესეც უნდა სწორედ გავიაზროთ და სწორედ გავიგოთ. განხრთობა გამოხსნასთან როგორ შეიძლება დავაკავშიროთ? აი რაც მაცხოვარი ხო გამოხსნებიც არის, ხო? ეს ცხონება, გამოხსნა ეს ერთი და იგივეა სხვადასხვა სახელებს უწოდებს ჩვენ. სხვადასხვა კუთხით დანახული, როგორც თქვა, ღმერთს აქვს სახელები, ხო, სახელები ყოვლად
წმინდა ესე მაგრამ არც ერთი სახელი ბოლომდე რასაკვირველია მას ვერ ამოწურავს ეს არის ჩვენთვის იმისათვის რომ რაღაცნაირად რაღაცა შემეცნებაში წინ გადავდგათ ნაბიჯები ხო ახლა ეგანო მაგალითი მოიყვანებ ხო რომ სასუფეველშიო ღმერთიო სიბრძნის ველებზე ესეთი არის ეს ну რაღაცა პროცესი შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ რაღაც ულევი პროცესი უსასრულო პროცესი ღმერთის აღქმის ხო კი ბატონო მაგრამ სანამ აქამდე მივა ადამიანი მე ვცდილობ რომ დაუკავშირო გზას ხო ამ ჩვენ ამ სამი სიტყვიდან განხრობის გზას ხო აი გზა სანამ სასופველში მოხდება ადამიანი ეს არის გზა თუ ეს არის კიბე თუ რაღაც აღმართია რომელიც მიდის ხო აი ჩვენ სულ რაღაცა მე ეხლა რომ გესაუბრებით თუ ვცდილობ რაღაცა სურათ ხატობრივად წარმოვიდგინო ესა და აი დავუშვათ ფილმში რო არის ხო რომ განა გზას აზრი აქვს თუ აზრამდე არ მიდის ხო ანუ რაღაცა წერტილი არსებობს აი ისკენაც გზაა და ზოგადად მიისწრაფის ადამიანი ხო და ну სიყვარულს თავისი სხვადასხვა გამოხატულება აქვს ხო დაუშვათ რაღაც სწრაფველობითი სიყვარული ხო ეროსი რომელიც მიისწრაფის რაღაც სისავსისკენ რაღაცისკენ მიისწრაფის ადამიანი და სწორედ აი რაღაცა წერტილში როდესაც ის უკვე რაღაცას მიაღწევს მერე უკვე შეიძლება ვთქვათ რომ აი შეიძლება გარდაცვალების მერეც არის ადამიანი შეიძლება ამ ცხოვრების მერეც ეს ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის მაგრამ მერე არის სწორედ აი ეს ღმერთის აღქმის და ღმერთის შემეცნების უსასრულობა რა თუ ეს პროცესი იწყება აქვე და დაუმთავრებელად მიდის ეს კიბე დაუმთავრებელია თუ რაღაცა სადღაც ადის ადამიანი და მერე ხდება უკვე ასე ვთქვათ რატომ ვიცი ამ ყველაფერს აი ეს ჩვენ ხო ღანი ქვია ჩვენ კონკურსს რა და ეს ღანი არის რაღაცა თაღის ფორმის რაღაცა პორტალია ხო რომელშიც გასulis მერე ადამიანს რაღაც სხვა ასე ვთქვათ თვისებები ან სხვა რაღაცა პერსპექტივები ეხსნება და ეს კიბით ასვლა ამ თაღთან და მერე ამ თაღში განხტობა შეიძლება წარმოვიდგინოთ ვიზუალურ ასე ვთქვათ სურათ ხატად აი პროცესი ის ხა როგორც ხმე რაღაც მოკანდაკი ვარ და ხთვის მეტყოს გელაპარაკები მაგრამ ისეთი ის არის რა მოდი დავიწყებ აქედან აი მოდი წარმოვიდგინოთ ერთი ადამიანის გზა ხო თქვათ რომელიც საერთოდ ადამიანი რო იბადება როდესაც ის იწყებს ბავშვი ლაპარაკს ფიქრს ის სვამს უმთავრეს საკითხებს რა არის ეს ყველაფერი ჩემს გარშემო საიდან მოვედი მერე გაიგებს რომ თურმე ბებია და ბაბუა გარდაიცვლებიან მერე მშობლებიც გარდაიცვლებიან მერე ისიც გარდაიცვლება რა არის სად მივდივართ რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას ანუ ისეთ კითხვებს სვამს რომელზეც სხვა შეიძლება აი როცა მეცნიერება არის საუბარი მეცნიერება და რწმენა სწორედ ამაზე ლაპარაკი რომ აი ეს უმთავრესი საკითხები რომელიც ბავშვი სვამს ამაზე კითხვა პასუხი არ აქვს მეცნიერებას და აი წარმოვიდგინოთ რომ ბავშვი იწყებს ძიებას ანუ ადამიანი გამორჩეულია როგორც ამბობენ ყოველ შემთხვევაში რომ ნებისმიერი ქმნილება ცხოველი რომელიც არის ჩვენს გარშემო მას აქვს კოდი დაწყებული ნებისმიერ წერიდან და დამთავრებული თუნდაც ავიღოთ პრიმატები მას აქვს კოდი მან უნდა იცის რა უნდა აკეთოს როგორ უნდა აკეთოს თქვა იქ კიდევ მშობლები ადამიანის არ აქვს კოდი ადამიანი იბადება შიშველი აი როგორც ჩვენ შიშველი ვიბადებით მაგრამ უნდა ჩავიცვათ არ შევიმოსოთ უნდა შევიმოსოთ ადამიანი იბადება და მან ის ღია არის და ვინც არ დაკარგა ეს ბავშვური ის ეძებს ხშირად არის რომ ადამიანი
აღარ სვამს ამ კითხვებს. მე შეიძლება დასვას, როდესაც სიკვდილს ნახავს, სიკვდილს მიუახლოვდება, შეიძლება ისევ დასვას ამ კითხვებს. მაგრამ არიან ადამიანები და ეს ალბათ ესეთები უნდა ვიყოთ, რომლებიც სუძიებაში არიან, ხო? რა არის ეს ჭეშმარიტება? რა არის ჩემი დანიშნულება, რა არის ჩემი? და აი წარმოვიდგინოთ, რომ ეხლა ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ქრისტეში არის ეს ჭეშმარიტება, ხო? წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მივიდა ქრისტემდე, ხო? ღვთის წყალობით მივიდა, იწამა. ამით გზა ხო არ თავდება? მოდი შევადაროთ ეს ტაძარს, კი ბატონო. ადამიანი შევიდა ამ ტაძარში. იქ იწყება შემდეგი ეტაპი. არა? იქ ხო არ თავდება მორჩა. ზოგიერთი პროტესტანტი მე არ ვარ ყველაზე რომ მორჩა ახლა შენ მიხვედი, ახლა იწამე ქრისტე და აბა ახლა შენცი უკვე ცხონებული ხარ. არა, იქ იწყება უკვე შემდეგი ეტაპი, რომელშიც არის ყველაფერი. მათ შორის არის ეჭვით. ეჭვი ბოლომდე არის. ლევან, ეს არ არის ესე რაღაც. ხო? ეჭვი ანუ შეკითხვა. არა, სწორია კი ეს გზა, სადაც ჩემთვის მაგალითად აი მე ძალიან დიდი დარტყმა იყო. როდესაც ჩემმა ერთმა მეგობარმა რუსეთში ვიყავი, მომცა ის აი ნახეო თამარ მეფეზეო რა ის არისო და თამარ მეფეზე იყო რაღაც რუსული გადმოცემა, რომ რაღაც შორეულ სამხრეთში არის რაღაც ივერიის ისა და იქ იყო თამარი და ეს თამარი იყო ქალწული. მე ვიცი რომ თამარი არ იყო ქალწული, ხო? ორი ქმარი ყავდა. ხო და ეს ისეთი დარტყმა იყო, რომ შეიძლება როცა ადამიანს უნდა თქვა რაღაც გამოიგონოს ისმის და მოიგონა რომ თამარი იყო და იქნებ სახარებაში რაც წერია რომ ქალწული მარიამი შეიძლება ის გამოგონებული არის. ანუ ჩემთვის მაშინ ეს იყო რაღაცნაირი დარტყმა და ეჭვის შემოსვა და სხვა შორის ეჭვი ამას წერს ერთი დიდი თეოლოგი რომ ეს ეჭვი ბოლომდე არის სიკვდილამდე გააქვს და იონესაც კი ქონდა ეს ეჭვი იონე დათლისმცემელი რომელიც არის ესე იგი კაცთა შორის უმაღლესია თქვა ქრისტეს შემდეგ და თუ გახსოვთ ეს ეპიზოდი რომ ის ეუბნება თავის მოწაფეებს გააგზავნის ქრისტესთან რომ შენ ახარ ის ვისაც ველოდებით თუ ხო შეკითხვა გააგზავნის ხო რომ ის ახარ თუ არა ხო არა და იცის აი დაახლოებით ეხლა რო თქვათ რა ჩვენი სიტყვებით ხო და იესო არ ეუბნება არაფერს იესო ეუბნება შეხედე ნიშნებს შეხედე რა ხდება ანუ შენ ეს ჯვარი ბოლომდე უნდა ატარო მათ შორის აი ეს რწმენის და ხო და ეხლა რაზე ვამბობ ჩვენ რომ ეს გზა რასაკვირველი აქ იწყება მთავარი რის თქვაც მე მინდა და რასაც აქ იწყება ეს არ არის რომ თქვათ აქ ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გქონდეს რომ ვიაროთ ამ გზაზე სრულყოფილებისკენ უნდა ვისწრაფოთ და ასე თქვათ აი ვიცი სიყვარული აქ უმთავრესია ხო უმთავრესია სიყვარული უნდა ვეძიოთ ამ სიყვარულს და უნდა გაუფრთხილდეთ ამ სიყვარულს. ცი რა არის საინტერესო სულ რაღაც ცოტა ხნის წინ რაღაც რამდენიმე წელია გავიგე ესეთი ფრაზა რომ სიყვარულის სიმბოლო ყველაზე მეტად სწორად სიყვარულს გამოხატავს ჯვარი. და ჯვარი არის სიყვარულის სიმბოლო. თუ რამე სიმბოლო შეიძლება სიყვარულს ჰქონდეს, პირველ რიგში ეს არის ჯვარი. ხო და ჩვენთვის ჯვრის ვიზუალიზაცია ზოგადად ისეთ რაღაცებთან არის დაკავშირებული, რომ ანუ აი ბევრისთვის მაგალითად ჯვარი არის რაღაც საფლავზე დაყენებული რაღაცა სიმბოლო, ან ეკლესიის გუმბათის თავზე, ხო? ჯვარი, ან ჯვარს ვატარებთ გულზე. ან ოქრო და თვალმარგალიტით. ან ოქრო და თვალმარგალიტით რაღაცა ის, მაგრამ ჯვარი რო სიყვარულის სიმბოლოა, ამაზე ძალიან იშვიათად არის ლაპარაკი რა და აი რატო არის ჯვარი სიყვარულის სიმბოლო? ნუ ეს უმთავრესია ჩვენი გაგების და ჩვენი რწმენის. სხვათა შორის ჯვარი ისეთი რამეა, რომ პირველ საუკუნეებში ჯვარს არც კი გამოსახავდნენ. აი ეს ქრისტოგრამა იყო უფრო ვიდრე ჯვარი. არ იყო ჯვარი საერთოდ. იმიტომ რომ
ჩვენ წარმოვიდგინოთ რას ნიშნავდა ჯვარი. ახლა ჯვარი იყო ესე იგი ყველაზე უფრო სამარცხვინო, ყველაზე უფრო ესეთი იარაღი დაჯის. ან ჯვარით რას ეუბნებოდა რომის იმპერია, რომ აი ყველა ვინც გაილაშქრებს ჩემს წინააღმდეგ, აი რა მოელის მას. ადამიანს კლიანად ტანსაცმლიდან განძაცვავდა და ჯვარს ჩამოკიდებდა. უმთავრესი, რასაც გვეუბნება ჩვენ საერთოდ სახარება და ანუ ეს ამბავი არის ის, რომ სამი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი არის, რომ ეს ყველაფერი, რაც არის ჩვენს გარშემო, შექმნილია ღმერთის მიერ, რომელიც არის სრულად კეთილი, რომელიც არის სიყვარული და რომელიც ყველაფერი არის კარგად შექმნილი და მშვენივრად. ეს თვითონ ამის ბეჭედს თვითონ ღმერთი ასვამს, როდესაც ბიბლიის დასაწყისში. ყველაფერი არის კეთილი და მშვენივრად შექმნილი. სხვა შორის ამითი ქრისტიანობა განსხვავდება აი ამ გნოსტიკური მიმართულებებისგან, გნოსტიკური სექტებისგან, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა, ეს სამყარო არის ბოროტი დემიურგის მიერ არის შექმნილი და აი ეს იესო ქრისტე სწორედ ჩამოვიდა იმ ჭეშმარიტ ღმერთისგან, რომ ამ სამყაროსგან გვიხსნას. არა, ჩვენ მომობთ არა. ეს თავის საფუძველში ეს ყველაფერი არის ღმერთის მიერ შექმნილი და ამიტომ ამ სიკეთეს და მშვენიერებას ის ატარებს. თუმცა მეორე რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დამახინჯებული. ბევრი რამე არის დამახინჯებული, იმიტომ რომ არის შემოსული ცოდვა. ეხლა ცოდვაც არ ესმით სწორად, რა ცოდვა არის, რომ აი მე ხა ზედმეტი ვჭამე, ზედმეტი დაბლიე, ან იქ რაღაცა ვთქვათ, იქ რა ვიცი, სიძვა, ბრუშობა ეს ცოდვას ბევრად უფრო ღრმა და ფართო გაგება აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს მამები როგორც გასწავლიან, ცოდვა არის ყველაფერშია ცოდვა. ცოდვა არის, როდესაც შენ არ ცხოვრობ ღმერთში არ ცხოვრობ, ხო? და ცოდვას საერთოდ ცოდვას ადარებენ, ერთ-ერთი მამა ადარებს ცოდვას, რომ ძაღლი, რომელიც ლოკავს ხერხს. იზიანებს თავს, ხო? და სიამოვნებს, მაგრამ სიამოვნებაში იზიანებს თავს. ცოდვა მოდის სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს არა რაღაცის შეცდომას, დარღვევას, აცდენას, მიზანს რო აცდები. ხო. ეს სტომილებას. სტომილებას, ცოდვა. თქვათ ებრაულში და ესე იგი ეს ცოდვა რო შემოსულია, ამას ჩვენ ყველაფერში ვხედავთ, ხო? ჩვენს გარშემო რა არის? ადამიანი სულ ებრძვის ავადმყოფობას, ხო? რა ვიცი, რა ჩვენ გარშემო რა არ ხდება, ყველაფერი ხდება. ტკივილი, ავადმყოფობა და შემდეგ ეს ყველაფერი არის ცოდვის შედეგი და საბოლოოდ არის სიკვდილია შემოსული ადამიანი, რომელსაც ადამიანი ვერ ეგუება საბოლოო ჯამში, ხო? ეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის, რა არის სიკვდილი და სწორედ იესო ქრისტე როგორც არის ნათქვამი, ღმერთმა ისე შეიყვარა სოფელი, რომ თავის მხოლოდშობილი ძე გამოაგზავნა. ანუ იესო ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ ეს სოფელი, რომელიც კეთილად არის შექმნილი, დაუბრუნოს ღმერთს. ხო? მაგრამ სწორედ რაღაცა შინაგანი ლოგიკა ამისი ისეთია, რომ ეს დაბრუნება, ეს სიკეთე, ეს სიყვარული შეუძლებელია ამ სოფელში, შეუძლებელია ტკივილის გარეშე. ტკივილის და ჯვრის გარეშე. აი საღვთო სიყვარული ამ სოფელში ხშირად იძენს, ხშირად კი არა, იძენს სწორედ აი ეს. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ჯვარი, ხო? ამაზე ნათქვამი. და უმაღლესი რაც იტვირთვა, ეს არის თვითონ იესო. ანუ ის მან ყველანაირი ის მიიღო. ანჯვა და სწორედ ამის საფუძველი სწორედ საღვთო სიყვარულია, ხო, სიყვარულის გამო. ამიტომ ესე იგი ისეთი ცოტა გულუბრყვილო ის, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ კონდეს სიყვარული და ვაკეთოთ სიკეთე და რაღაცა ჩვენ ამისათვის გარკვეული ჯვარიც უნდა ვატაროთ და გარკვეული ტკივილს და გარკვეულ იმას შევეჯახებით, მაგრამ ეს
რაღაცნაირად ჩვენ და გვესმოდეს რომ ეს გვესმოდეს კი არა ეს ამას ვიგრძნობთ რომ ეს ასე ვთქვათ საჭირო და აუცილებელია ეს არ არის უაზრო თუ კი ღვთის დაშვებით ანუ ღმერთი ბოროტებას საფუძველი არ არის ღმერთი უშვებს ხოლმე და ისევე როგორც ქრისტემ ჯვარს ეცვა ჩვენთვის ისევე ნებისმიერი ქრისტიანი ნებისმიერი წმინდანი ასევე იმეორებს ამ გზას აი ეს ძალიან ისე ჩანს აი პირველ ქრისტიანებში აი მოწამეთა მაგალითზე ხო მოწამე რომელსაც თქვათ ქრისტეს გამო იმის გამო რომ ის უარს არ ამბობდა ქრისტეს ის სიკვდილის ჯიდან ის ფაქტიურად იმ ქრისტეს წილი ქონდა იმ ქრისტეს ჯვარცმაში ქრისტიანი ამას სწორედ ესე უყურებდა როდესაც იესო გამოეცხადა სავლეს აი ამას სხვა შორის ამასაც ამბობს ეს იოანე ოქროპირი ის არ ამბობს რომ რატო დევნი ჩემიანებს ის არ ამბობს რატო დევნი ეკლესიას ისე რომ მე რატომ დევნი ანუ ის თავის ესე იგი აი ეს სწორედ ესეთი გაგება არის რომ ქრისტიანი იგივე ქრისტეშია ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ხანდახან გვეუბნებიან რომ თქვენ რატო ლოცულობთ წმინდანის მიმართ ხო წმინდა გიორგის მიმართ რატო ლოცულობთ ღმერთის მიმართ ლოცი ხო ჩვენთვის ეს არ არის სხვადასხვა რამ ხო წმინდა გიორგი სწორედ ან ნებისმიერი წმინდანი სწორედ ის არის სწორედ ჭეშმარიტი რომელმაც ასე ვთქვათ საბოლომდე მიიყვანა ის რაც მიიღო ნათლობაში ამიტომ ის არის სწორედ ქრისტეს სხეულის ისეთი ნაწილი ქრისტეს ნაწილი ხო ხო ქრისტე არის მასში და ის არის ქრისტეში ესე ვთქვათ კი ბატონო და ეს ჯვარი როგორც სიმბოლო ხო ეხლა ჯვარზე ვლაპარაკობთ ჩვენ და ნუ თქვით რომ ჯვარზე ასვლა და გოლგოთა ზოგადად არის ის გზა რომელიც კაცობრიობას მოუწოდა ღმერთმა და აჩვენა თუ როგორი გზა უნდა გაიაროს კაცობრიობა იმისთვის რომ მიაღწიოს განხრობას ხო დაუშვათ ესე რომ ვთქვათ რა მაგრამ კი ბატონო გასაგებია ერთ-ერთი მამა ამბობდა რომ განხრობილი ადამიანისთვის ნაცნობია ზოგადად შექმნის ლოგიკა, აი ეს აზრი, ზოგადად ქმნილების აზრი და ის ტკივილი, რომელსაც ის იღებს, არ არის ტანჯვის წყარო, არამედ პირიქით მისთვის ეს ტკივილი აბსოლუტურად ცხადი და ასატანიც არის და შეიძლება ითქვას, რომ მისაღებიც არის. იმდენად, რამდენადაც მას ესმის ამ ტკივილის წარმოშობა და ზოგადად არსი ესმის იმ ტკივილის, თუ რატომ უნდა და ხშირად ეს მათთვის არც არის ესეთი აი ხო ჩვენ სულ გვიკვირს რომ აი მოწამეები როგორ იტანენ ასეთ ტანჯვას და როგორ თუნდაც რაღაც წმინდა გიორგი ახსენე ხო აი საშინელი წამება გადაიტანა მაგრამ რა არის ის რაღაც ადამიანურ ბუნებას ცილდება და რაღაცა ის სხვა ენერგია თუ სხვა რაღაც საზრისი აქვს მის ყოფას აი იმ ადამიანს ვინც იტანჯება ქრისტესთვის იმის თვითონ ტანჯვა სხვა აზრი აქვს თუ სხვა შეგრძნება აქვს თუ აი რაღაც ხო გასაგებია მაგრამ ეს გვეძლება ჩვენ არ არის აუცილებელი რაღაც რაღაც საშინელი ტანჯვა იყოს აი ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ახლა ჩვენ გვაქვს ხოლმე რომ ხანდახან შენ თქვათ შეიძლება რაღაცა გასცემ თქვათ რაღაცას მოყვასის გამო თქვათ რაღაცას აიტან ან რაღაცას მოითმენ ან შეიძლება რაღაც გასცემ მაგრამ გძნობ რომ შეიძლება რაღაცა მოგაკლდა მაგრამ სინამდვილეში გძნობ რომ ეს სწორია და ეს კარგია ხო თომ არის ხო ცხადია რომ ერთი ღმერთი გაძლევს ძალას არა რომ გაუძლო იესოს სხვათა შორის ყურანში არის უმაღლესი ერთ-ერთი წინასწარმეტყველი რომელიც მოვა კი მეორედ და რა ვიცი საღვთო
მაგრამ აი ჯვარცმას ისინიც ვერ იღებენ რა. როგორ შეიძლება რომ ესეთი წინასწარმეტყველი ესე სამარცხინოთ ის ჯვარცმას და აღდგომას, ხო? ესე რაც არ უნდა ის იყოს, აი მთავარი რაც არის ჩვენთვის რა. ღმერთი არის ადამიანში, ანუ აი ნუსის ცნება შემოაქვს მამებს, რომ ადამიანს აი თავის რაღაცა საზრისში, გონში, ეს ნუსი ითარგმნება როგორც გონი, ხო? გონში ყოველთვის აქვს ღმერთის არსებობის იდეა კი არა, იცის რომ ღმერთი არსებობს და ნებისმიერ ადამიანმა იცის ეს რა და სწორედ აი იქ ამის გაღვიძების და აი ამ გრძნობის გაღვივების და ღმერთთან მიახლოების რაღაცა პროცესია, რომელიც აი კოდი ახსენე შენ რა, რაღაც კოდი არის ყველა ქმნილებაში. მაგრამ ადამიანში ესეთი კოდი არ არის, რომ მისი დანიშნულება მისთვის უცნობია. მაგრამ აქვს რაღაცა ნაწილი, რომელიც ღვთაებრივია და ღმერთი ასე ვთქვათ, ღმერთი იმყოფება მასში. არ ვიცი ეს რაღაც სიცოცხლის ცხოვრების. მაგრამ იცით როგორ არის? საერთოდ რა არის ჩვენი აი კიდევ ერთხელ უბრუნდები ამას, რომ ცოდვა. ცოდვა, აი თქვათ აი მოდი ესე ვთქვათ, ეშმაკი და სატანას თავისი არსი არ აქვს. ანუ ერთ-ერთი გაგება, ანუ ეშმაკი თვითონ არაფერს არ ქმნის. მაგრამ მისი საშინელი ძალა ის არის, რომ ის ყველაფერს ამახინჯებს. ანუ ნებისმიერი ცოდვა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რა, ეს არის რაღაცის დამახინჯება, ხო? სიძვა არის დამახინჯება ჭეშმარიტი სიყვარულის. თქვა ზედმეტი ჭამა, რასაც ჩვენ ვეძახით ან სმა. ეს არის ასევე დამახინჯება რა საჭმელი საიდან არის, ღმერთისგან არის. ხო. ყველაფერი ღმერთისგან არის. საოცარ სიტყვას ამბობს ერთ-ერთი დიდი თეოლოგი. მე არ ვარ დაწვრილებული რომ მისი არის, მაგრამ შმემანი ამბობს ეს რამე თვითონ ის ჩურჩული რომ იქნებით როგორც ღმერთები ესეც ღმერთისგან არის მოპარული. აი წარმოიდგინე, ეს სიტყვებიც კი, რომელიც არის საწყისი ეს თქვა და დაცემის, ესეც ღმერთს მოპარა სატანამ ეს სიტყვები. იმიტომ რომ სწორედ ღმერთმა იმისთვის დარგო ეს ხეები და ღმერთმა იმისთვის შექმნა ადამიანი, რომ ისინი ღმერთები ყოფილიყო, მაგრამ ნახე როგორ არის დამახინჯება ღმერთის გარეშე, ღმერთის საპირისპიროდ, არა ღმერთთან ღვთისნებით, ღვთისნებასთან თანხმობით და ღმერთის სიყვარულით, არამედ ღმერთის საპირისპიროდ. 10 ნებაში არის რომ პირველი ცნება რომ არა შექმნა კერპი. ხო და მე ესე იგი მეგონა რომ ეხა რა დროს ახლა კერპებია ახლა ხო იცი 21 საუკუნეში რა დროს კერპია ახლა ეს ცნება ალბათ მოძველებულია მოქანდაკეებისთვის მით უმეტეს აქტუალურია. ხო ნუ ახლა როგორ შეიძლება რომ თაყვანისე ქვას და ხესთან. სინამდვილეში არის ეს არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ რომ კერპი რა არის? კერპი არის ის, რასაც შენ ღმერთის ნაცვლად დააყენებ. და აი რასაც სწორედ შენ ამბობ, რომ ეს არის ადამიანში ჩადებული, ადამიანში ჩადებულია სწორედ ეს თაყვანისცემა ღმერთის გაგება, მაგრამ აი ამისი დამახინჯება რა არის? რომ ის სხვა რამეს ცემს თავს. რაც არ უნდა ადამიანმა თქვას, რომ მე არანაირ ღმერთს არ ვცნობ, ის აუცილებლად რომელიღაც კერპს ესე იგი თავს ცემს. ის აუცილებლად ქმნის რაღაცას კერპს. ყველაფერი შეიძლება იყოს კერპი. ოჯახი შეიძლება იყოს კერპი. ყველაფერი შეიძლება ადამიანის შექმნა. მეცაც გეტყვი, შეიძლება იგივე ეკლესიისგან შენ შექმნა კერპი. შეიძლება არასწორად გესმოდეს თვითონ იგივე ღმერთი. ხო და ამიტომ ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორედ აი ჭეშმარიტი ვეძიოთ, ჭეშმარიტი ღმერთი უნდა ვეძიოთ და ჭეშმარიტი სიყვარული უნდა ვეძიოთ. რა ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ შევძელით ორიოდე სიტყვა გვეთქვა. თუ დღეს გამოადგება ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს კონკურსანტებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოადგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ თემას შევეხეთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიყვარულს.
ზოგადად აი ვამბობდი წეგან მინდოდა მეკითხა მოყვასის სიყვარულზე რა. რა არის იცი, ეხლა ჩვენ ამ კონკურსს ვატარებთ 21 საუკუნის საქართველოში, ხო? ხო და ნუ სულ არის ამ ჩვენ ქვეყანაზე ლაპარაკი, რომ რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს, მეგობრობა უფრო ძლიერია დავით ქართულ კულტურაში, რაღაცა სტუმართმოყვარეობა, რაღაცეებით უფრო განსხვავდებით ჩვენს დაუშვათ სხვა ყოველ შემთხვევაში ასე ვამბობთ, რომ სხვებისგან უფრო განსხვავებულები ვართ ამ კუთხით და აი ეს მოყვასის სიყვარული, რომელიც არსებობს, ხო? ზოგადად ღმერთმა დაგვიბარა, რომ უნდა მოყვასი გიყვარდესა. აი ეს მოყვასის სიყვარული რა არის? აი ეს რამდენად ქართულ კულტურას ეხმიანება ეს ცნება? საერთოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გვესაუბრო ალბათ ამაზე თავიდანვე, რომ აი ნათქვამია, რომ შენ მოყვასი თუ არ გიყვარს, რომელიც შენ გვერდით არის, ღმერთი როგორ გეყვარება, ხო? მოყვასი, ეხლა მოყვასი არ არის ის, ვინც არის შენი, თქვათ, აუცილებლად შენი ახლობელი ან შენი ოჯახის წევრი ან შენი კლანის წევრი, ხო? მოყვასი სწორედ არც მოყვასი არ არის ასევე ზოგადად, თქვათ, მე მიყვარს ზოგადად ადამიანი, ან ზოგადად მიყვარს კაცობრიობა, რომელიც უფრო ადვილია. ადვილია, ხო, რო თქვა, რომ მთელი კაცობრიობა. ხო, ეს არ გავალდებული. მოყვასი არის სწორედ ის, ვინც ღვთის განგებით შენ გვერდზე მოხვდა. და აი ეს მოყვასი, რომელიც შეიძლება ძნელი იყოს მის სიყვარული. შეიძლება უფრო ადვილი იყოს, რომ იგნორირება გაუკეთო მას. მაგრამ შენ თუ მას ის გიყვარს, მას ხელს გაუწვდი, ეხმარები, ეს არის სრულიად უკვე საღვთო სიყვარული. აი ეს და ეს უკავშირდება ასევე იმას სახარების იმ ადგილს, რომელსაც ჩვენ დიდი მარხვის პირველ კვირას კითხულობთ, როდესაც იესო ამბობს, რომ მოდით ჩემთან, თქვენ ისინი ხართ, ვინც მე წყუროდა და წყალი მომაწოდე, მშიოდა და დამაპურე და შემდეგ ისინი როდის იყო ეს მოვედით. აი როცა ერთ ცირეც გაუკეთე. ამიტომ ქრისტიანობაში ეს მნიშვნელოვანია ძალიან, რომ სწორედ ეს მოყვასის სახით შენ შეიძლება სწორედ ქრისტე გამოგიჩნდეს და სწორედ შენ მოყვას, როდესაც მოყვასის სიყვარული და მოყვასის ასე ვთქვათ სიყვარულს მოყვება საქმეები, ხო? ეს სწორედ საღვთო სიყვარულისკენ გვიხსნის გზას. ეს ცნობილი სურათია, რომელიც წმინდა მამებს ჰქონდათ, რომ როგორც აი წრიდან გამოდის სხივები, აი ეს რაც უფრო ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთთან ახლო ვართ, უფრო უახლოვდებით აი ამ ცენტრს, რომელიც არის თვით ღმერთი. ისე რომ მოყვასის სიყვარული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, სწორ გზაზე ვართ თუ ჩვენ თუ არა. ანუ ჩვენ რამდენად ჩვენ გვიყვარს ის, ვინც არის ჩვენს გარშემო. ეს სრულად ისეთი გზნობაა, როდესაც შენ გიყვარს, რომ შენ გეცოდება. ამას ვერანაირი იმით ვერ ახსნი, ვერანაირი მატერიალური, ვერანაირი ევოლუციით ვერ ახსნი. საიდან მოდის ეს გზნობა, რატო უნდა კონდეს ეს გზნობა. ისე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უპირისპირდება მათ შორის აი კლანურ ერთობასაც უპირისპირდება, თქვა, სახარებაში ნათქვამია, რომ მტერი არის შენი სახლეული, ანუ შენი სახლის ეს ცხადია ხა ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, რომ ნებისმიერი ოჯახი ჩვენ უნდა გვიყვარდეს ასე ოჯახის წევრები, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს, რომ ვიღაცა სხვა იყოს შენთვის სწორედ ახლობელი და მოყვასი და იმას გაუმართო ხელი. ესე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის ასევე გაგება რა არის მოყვასი სიყვარული, მოყვასი სიყვარულის გარეშე ღვთის სიყვარული შეუძლებელია.